ჩვენ ახლა ვიმყოფებით კომპანია Brenderში. მე ვიცი რომ ძალიან მინიმალური კაპიტალით არის ეს ბიზნესი დაწყებული და არ ვიცი ეს мотиваცია იქნება ალბათ იმაყურებლისთვის თუნდაც რომ გაიხსენო შენი ისტორია. ციფრები იყო პირდაპირ ვიტყვი 300 ლარი. ზოგადად დიზაინების თემა მდგომარეობს იმაში რომ შენს ხასიათს უნდა მოარგო შენი ავტომობილი. ახლოს იყო Omega Motors-ი, სადაც იდგა ეს ერთადერთი მოდელი. ვფიქრობდი რომ ამას ოდესმე თუ ვიყიდი. გავიდა იქიდან რამდენიმე წელი და გავაკეთე იმდენი ცხოვრებაში რომ შემიყო ოცნების ავტომობილი შევიძინე. თქვენ ხედავთ სამ ავტომობილს, რომელიც დაბრენდილია Brenderში. ხარისხი, ტრენდი და სიახლე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კომპანია Brenderში. მოდი ადამიანებს გავაცნოთ შენი თავი და უთხრათ რომ ის სარეკლამო კომპანიიდან რომ დაიწყე პირველი ნაბიჯები და მე უცბად მოხვდი Brenderში, ეს როგორ მოხდა და რა ხდებოდა? სარეკლამო კომპანიაში მუშაობდი, ვაკრავდით ფირებს და თბილისის მერიამ რომ მიიღო გადაწყვეტილება რომ თბილისის ტაქსი უნდა ყოფილიყო თეთრი, გადავწყვიტეთ რომ გავუკეთებინა კომპანია მე და ჩემ მეგობრებს და გავუკეთებინა თეთრი ტაქსების თემა. და სად დაიბადა Brenderi? Brenderi დაიბადა არა, ამ სითეთრეში არა, ეს სითეთრე რომ დამთავრდა უკვე, დამთავრდა პროექტიც, მერე უკვე დაიწყო COVID-ი და COVID-ის მერე დაიბადა Brenderis იდეა. ძალიან მაგარი, ძალიან მიხარია და მე ვიცი რომ ძალიან მინიმალური კაპიტალით არის ეს ბიზნესი დაწყებული და არ ვიცი, ეს мотиваცია იქნება ალბათ იმაყურებლისთვის თუნდაც რომ გაიხსენო შენი ისტორია, ის ციფრები, რა ციფრებითაც ეს ბიზნესი წამოიწყეთ. ციფრები იყო პირდაპირ ვიტყვი 300 ლარი. აი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ალბათ თუნდაც იმას რომ გაუსვათ ხაზი, როგორ შეიძლება ესეთი მინიმალური კაპიტალით დაიწყოს ადამიანმა ბიზნესი თუნდაც საქართველოში. ჩემი აზრით ზოგადად ადრე ძველი ბიზნესები მუშაობდნენ, ანუ დიდი კაპიტალი გჭირდებოდა რომ წარმატებას მიგეღწია, მაგრამ დღეს ისე შეიცვალა ბიზნესი, ეს მოიტანა ჩემი აზრით სოციალურმა ქსელმა, რომ აღარ გჭირდება დიდი კაპიტალი, მთავარი არის იდეა. არ გადაუხიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წარუმატებლობა იქნება, ძალიან ბევრი დაცემა და წაქცევა იქნება, მაგრამ უნდა შეძლო ადგომა და გაგრძელება. ესე რომ იდეებით ახსავსი ადამიანებისთვის იქნება ძალიან საინტერესო, თუნდაც ჯაბა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც იდეით შექმნა დღევანდელი ეს გარემო, რა სეგმენტს ემსახურება დღეს Brenderi და ვინ არიან ეს ადამიანები. ძირითადად ჩვენი სეგმენტი არის მომხმარებელი, რომელსაც ავტომობილი გამოყავს ცენტრიდან. პირველ რიგში ამ ავტომობილს სჭირდება დაცვა, რომ ის იყოს სულ პირვანდელ მდგომარეობაში, იყოს სულ მოვლილ მდგომარეობაში, არ დაჭირდეს ამ ავტომობილს აღდგენა რაიმე შემთხვევის შედეგად. იმიტომ რომ თუ შესაღები გახდა ავტომობილი და შეიღება, რა თქმა უნდა, ის ფასი აღარ აქვს, რაც ცენტრში გადაიხადა მომხმარებელმა. ამიტომ გამოყავს ცენტრიდან ავტომობილი, მოყავს ჩვენთან, აკრავს პირველ რიგში დამცავ ფირს, გამჭვირვალე ფირს, რომელიც ფერს არ უცვლის, მატებს სიპრიალეს და რა თქმა უნდა 8 წლიანი გარანტიით კეთდება ეს ყველაფერი. კონკურენციის ამბავი ჩვენთვის ცოტა მარტივია, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ჩვენ ვიყავით, ვინც ამის პიარი დაიწყო, ზოგადად ფერადი ფირების პიარი დაიწყო, შემდეგ შემოვიტანეთ დამცავი ფირები და დღემდე არ ვჩერდებით. მე ვიცი რომ ძალიან აქტიური ხარ სოციალურ ქსელში. ყოველდღიურად ვწერთ ჩვენ ვიდეოებს, სიახლეებს ვეცნობით სოფლიო ბაზარზე რა ხდება, ვაკეთებთ ამ ყველაფრის პიარს, ჩვენებურად, ოღონდ ეს არ არის არც განათლებით და რაღაც მოტანილი საიდანღაც, ეს ბუნებრივად მაქვს მე პირადად და ყოველდღიურად შემიძლია რომ 5-10 ვიდეო გადავიღო და ჩავწერო თქვათ. ეს სფერო არის ზოგადად ფერადი. აგერ გვიჩვენებს კიდევაც რომ რამდენი ფერი არსებობს და ეს არ არის სრული ფერი. უამრავი ფერი არსებობს ბუნებაში, ამ ნებისმიერი ფერი, თუ რამე შეიძლება თავში მოგივიდეს, შეუძლია Brenderis რომ დაბრენდოს ავტომობილზე. პირობითად რო გინდა Mercedes G-კლასი გამოიყვანო შავი მატი ცენტრიდან, ხო, უნდა ელოდო დაახლოებით 2 წელი და შეგიძლია გამოიყვანო სტანდარტული შავი, გადააკრა შავი მატი და 3 დღეში მიიღებ ზუსტად იგივე შედეგს. და სხვათა შორის ვიტყოდი ერთ რომ აი ამ სამოსზე ზრუნავდა ძალიან მაგარი კომპანია, როგორც არის Karl Lagerfeld. ამ ავტომობილს როცა უყურებ ახსენდება Karl Lagerfeld-ის სიტყვები. გაითავისი აწმყო და შეიგზენი მომავალი. Karl Lagerfeld-ს ვატარებთ ყველგან, თუმცა სიახლე ის არის რომ ის უკვე ბათუმშია. რა დანადგარებით მუშაობთ დღეს Brenderi, რითიც განსხვავდება ბაზარზე? ჩვენ გვაქვს იაპონური აპარატი, როლანდის ბრენდის, რომელიც ნებისმიერ დიზაინს ქმნის.
გაკეთებული გვაქვს ბევრი დიზაინი საქართველოში, მაგრამ ერთ-ერთი არის ჩვენი Maserati, რომელზეც არასტანდარტული დიზაინი შევქმნით. ზოგადად დიზაინების თემა მდგომარეობს იმაში, რომ შენს ხასიათს უნდა მოარგო შენი ავტომობილი. და მხოლოდ ბრენდერში დგას ამ როლანდის 7 კარტრიჯიანი მოდელი, რომელიც ნებისმიერ ფერს ქმნის და ნებისმიერ ვიზუალს. ეს მერე უკვე ბრენდერის ოქროს ხელების ბიჭებმა უნდა გადაიტანონ ავტომობილზე. ამასაც ძალიან დიდი პასუხისგებლობა ჭირდება, რომ ზუსტად კოპი გააკეთო, რაც ფოტომონტაჟში გაქვს, იგივე მანქანაზე. და რამდენად რთულია მაინტერესებდა ყოველთვის აი თუნდაც ეს მუშაობა, ფირის გადაყრა, რამ ხელა პასუხისგებლობა დარწმუნებული ვარ თითოეული ადამიანის ვინც მუშაობს და ადამიანებს რო ავხსნათ როგორი რთულია ამ ყველაფრის ბოლომდე იმ ხარისხამდე მიყვანა რა ხარისხი და ბოლოს თქვენგან გადის ავტომობილები. ზოგადად ვიდეოებში რო უყურებ, ძალიან მარტივი გონია ეს ყველაფერი. გონია რომ მარტივად შენც შეძლებ და ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. რა თქმა უნდა, მონდომების საკითხია, ეხა ძალიან დიდი განათლება არ ჭირდება ამას, უბრალოდ ჭირდება ტექნიკური ხელი და რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა ჭირდება, იმიტომ რომ ძვირადღირებულ ავტომობილებს ვეხებით. და ეს ავტომობილი პირველ რიგში არ უნდა დაზიანდეს. ბრენდერი მარტო ბრენდავს თუ ამის გარდა სხვა მიმართულებითაც არის? ბრენდერი მხოლოდ ფირების გარშემო ბრუნავს, ბრენდერი ბრენდავს ნებისმიერ ამის, არა მხოლოდ ავტომობილს, ნებისმიერ ამის. ახლა ბლოგერი იყო შარშან მოსული ჩვენთან და გადავაკარით მაცივარი. მოუნდა ყვითელი მაცივარი და გავაყვითლეთ ეს მაცივარი. ეს ვიდეო ნახა რამდენიმე მომხმარებელმა და დღემდე არ ჩერდება მაცივრის მოთხოვნა. ყველას უნდა მაცივრის დაბრენდვა. მერე სამზარეულოში შეგვიყვანეს კონდიციონერიც ბევრს მოაქვს, რომელიც ანუ რაღაც განსხვავებული დიზაინით უნდა პირობითად ფარდებს, რომ შეესაბამებოდეს და ნებისმიერ რამეს ბრენდავთ, სადაც შესაძლებელია, რომ ფირი გაკეთდეს. მოდი ჯაბა ქალაქში გავიდეთ და შევამოწმოთ როგორ უხდება თბილისის ქუჩებს ბრენდერის დაბრენდილი ავტომობილი. საინტერესოა. საინტერესოა. დავიდეთ. დავიდეთ. სალამი კიდევ ერთხელ ჯაბა, სალამი და გავაგრძელოთ გადაცემის მეორე ნაწილი და რა თქმა უნდა ისევ მაინტერესებს კიდევ ერთი კითხვა მოქვს შენთან, რა არის შენი მიღწევები და რა არის შენი ოცნებები? რომელიც ალბათ ყველა საინტერესოს ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. ჩემი მიღწევა არის, რომ 0-დან დავიწყეთ და ბრენდერი მოვიყვანეთ ამ დონეზე, რომ საქართველოში ნომერ პირველი კომპანია არის, ბრენდერი ბრენდავს, რა თქმა უნდა. ზოგადად ეს სფერო ითვლება სპორტად. და მინდა რომ საქართველოშიც მაგდონეს მიაღწიოს, რომ გახდეს სპორტი. გამარჯვებული ყავს ქუთაისში შალვა კეთილაძე არის ჩეხეთში ჩატარდა ჩემპიონატი და იქ აიღო, ნუ პრიზიორი გახდა ესე ვთქვათ რა. მაგარი ამბავი. მოკლედ ეს ამბავი არის სპორტი ესე რომ ვიყვეთ და ჩვენ რომ მოვდიოდით ახლა სხვადასხვა ბრენდერიდან, ხო? ანუ პირველი გადაცემის ნაწილი რო ჩავწერეთ, იქ ნახეთ რომ ძალიან მაგარი ავტომობილი იდგა, რომელიც იბრენდებოდა ძალიან მაგარ ფერში, ხო? BMW M4. BMW M4 და მოდი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს ეს ავტომობილი. ეს ავტომობილი ალბათ რომელზეც საუბრობთ, ხო? ეს ავტომობილი არის ფერით satin Tiffany mint. მოდი ნახოთ როგორი ავტომობილია დავათვალიეროთ. ეს ავტომობილი არის სტანდარტულად შავი, გადავაკარით ამაზე satin Tiffany mint. ესე ქვია ამ ფირს, ანუ არც პრიალაა, არც მატოვია. 30% პრიალა, 70%-ით მათი. ძალიან მაგარი ფერია, ხო და დამცავი როგორ აქვს ახლა ჯაბა ამას ეს როგორ ანუ ეს დაცვის ფუნქციას ასრულებს, ოღონდ სტანდარტული გამჭვირვალე დამცავი ბევრად ძლიერია, ვიდრე ეს. ანუ ესე რომ გავზომოთ, ის თუ იცავს 100%-ით, ეს იცავს 70%-ით. ეს გაჩვენებს ზუსტად იმ დიზაინერის ნახატს, რომელიც ფუნჯით იდგა და ხატავდა პირველად ამ მოდელს, სანამ გამოუშვებდა BMW და ამ ნაკვთებს და უზორებს გაჩვენებს ბევრად ლამაზად. და იცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად, რამდენად კმაყოფილია ხოლმე თქვენი დამკვეთი, როდესაც მოდის და მოლოდინი როგორი აქვს ხოლმე? ზოგადად უკმაყოფილო მომხმარებელი ბრენდერს არ ყავს. იმიტომ რომ ყოველთვის იმაზე მაღალ ხარისხში ვასრულებ, ვიდრე მოლოდინია. ჩვენ მოლოდინსაც კი აჭარბებს ხოლმე შედეგი. და მეც ანალოგიურად ერთ-ერთი დამკვეთი ვიყავი ამ კომპანიის და აი ზუსტად ჩემს ავტომობილზე ავატარზე ანალოგიურად დამცავი ფირი, რომელიც უმაღლესი ხარისხი დაიკრა და რომელიც მე დარწმუნებული ვარ, ხა როგორ გზებზეც არ უნდა ვიარო, ამ ავტომობილს არანაირი პრობლემა არ ექნება. წინა მხარზე ბამპერს გულისხმობს, სადაც ძალიან დიდი საშიშროება იყო, იმის რომ ნებისმიერ კენჭს დაეზიანებინა. ყველაზე დიდი რისკ ზონა არის ბამპერი. ბაჭო, იცი რა არის, როგორც ავტომოყვარულის ჩემი ერთ-ერთი мотиваცია იყო ეს ავტომობილი, Maserati Gran Turismo. როდესაც ჩვენ ტაქსებს ვაკრავდით თეთრ ფირს, ხო? იქ ახლოს იყო Omega Motors-ი, სადაც იდგა ეს ერთადერთი მოდელი. და ჩავდიოდი და უყურებდი ყოველთვის და ვფიქრობდი, რომ ამას ოდესმე თუ ვიყიდიდი. გავიდა იქიდან რამდენიმე წელი და გავაკეთე იმდენი ცხოვრებაში, რომ
ჩემი ოცნების ავტომობილი შევიძინე. და გამოიყურება ყველაზე გამორჩეულად მთელ საქართველოში. ეს რომ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა. და გადაცემა мотиваცია იმისთვის არის, რომ ადამიანი რა მიზანსაც დაისახავს და რა სურვილიც ექნება დამერწმუნდა ნებისმიერ სურვილს მიაღწევს. და ერთ-ერთი მაგალითი აგერ არის ულამაზესი ავტომობილი, რომელიც დარწმუნებული ვარ ქალაქს ძალიან ამშვენებს ჩვენს თბილისს. ახალისებს და განსაკუთრებით ბავშვებს ძალიან კარგ განწყობას უქმნის და უხარიათ. იმიტომ საოცარი ფოტოებს იღებენ და ყველას ვაღიმებს. კონტრაქტია, როსაც მე ვუყურებ და საოცრება. ჯაბა, იცი რა მინდა კითხო, აი მწვანე ბალახთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს აი სოციალური მიმართულებით ბრენდერმა ვიცი რომ ახალგაზრდებს მისცა საშუალება თუნდაც იმის რომ ეკიპირება ქონოდათ და დახმარებოდით და კი ბატონო. მომიყევ ერთი ეგ ისტორია ძალიან მაინტერესებს თუ როგორ მოხდა ეგ ამბავი. ზოგადად მწვანე ბალახი ჩემი სიყვარულია, იმიტომ რომ 11 წელი მე თვითონ ფეხბურთს თამაშობ. ასევე ძმავა. ძალიან კარგი. ხო და ერთ-ერთი სურათი გავხსენი Facebook-ზე, სადაც დუშეთის აკადემია ჩემმა მეგობრებმა დააარსეს და მათი ბავშვები, ანუ ყველანი სხვადასხვა ეკიპირებით იყვნენ წარმოდგენილი და არ მესიამონა, იმიტომ რომ მეც ეგეთი ბავშვი ვიყავი, მოდიოდნენ, პირდებოდნენ ხოლმე რაღაცას, რომ ეს იქნება, შეგიკერავთ და გასპონსორებთ, მაგრამ ლაპარაკი რჩებოდა ლაპარაკად და საქმე არ კეთდებოდა. ჩვენ რავის დაუსპონსორები ვართ მაშინ. ამიტომ ეხა ბევრი არ გვილაპარაკია და ბრენდერი ადგა და პირდაპირ დაბრენდა 110 ბავშვის ფორმა. მოუწოდებ ყველა კომპანიას რომ მსგავს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. ესე რომ შემოუერთეთ ბრენდერს, თუნდაც იმ ბავშვი რომ ახალგაზრდებს ბავშვებს მისცეთ мотиваცია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ დღეს დავეხმაროთ თუნდაც იმ პატარა ბიჭებს რომლებიც მე ხვალისებს საქართველოს ასახელებენ და ქვეყნისთვის რა თქმა უნდა დიდი მაგალითი იქნება. ბედნიერი ამ სამი თვით რაც ჩვენმა ბიჭებმა ევროპაზე ქნეს და ველოდებით კიდე მსგავს ძალიან დიდ წარმატებას. მე ვიცი რომ 9 წლის ასაკში დედა წავიდა უცხოეთში საცხოვრებლად და ალბათ დარწმუნებული ვარ ძალიან რთული იყო და რთული პერიოდი ხა მეც გეთანხმები ჩვენ გავიარეთ ალბათ ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ბავშვობის და დედის ხელი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და მე მაშინ ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერი არ შემეძლო, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ის სურვილი და მიზანი, რომ დედა ჩემი დამებრუნებინა თავის სამშობლოში. ნუ მივაღწიე ბრენდერის დახმარებით და ჩემი мотиваციის დახმარებით. იმ მიზანს, რომ ჩავედი დედა ჩემთან ისე რომ არ იცოდა დაურეკე პირდაპირ დავპატიჟე ყავაზე, პირდაპირ მოვკიდე ხელი და ერთად ჩამოვიდე საქართველოში რა. იმიტომ რომ მაგასაც გეტყვი, ანუ ადამიანები ეჩვევიან, ზოგადად ემიგრაცია შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, უბრალოდ ნაბიჯს ვეღარ დგავენ და მე ეს მივხვდი ამ ყველაფერს, ჩავედი და პირდაპირ ხელი მოვკიდე და ისე დავაყო. ძალიან დიდი ბედნიერება ნებისმიერი მშობლისთვის, თუნდაც როცა შვილს ხედავს ორ გზაზე რო დგას. აი ეს ქვეყანა აძლევს იმ საშუალებას, რომ გააკეთოს ელემენტარული ის მაინც, რომ თავისი მშობლები და ემიგრანტები ზოგადად დააბრუნოს სახში. ძალიან მიხარია და მე მინდა რომ ბოლო კითხვა დაგისვა და ძალიან მიხარია ის რომ ესეთი კარგი ადამიანს შევხვდი, ძალიან მიხარია რომ ჩვენ მეგობრობთ ჯაბა და მინდა რომ ის мотиваცია რომელიც ახლა ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ, იმ ადამიანებს ვინც ახლა ჩვენ გადაცემას უყურებს, მინდა რომ მათ რჩევა მივცეთ და мотиваცია მივცეთ იმისთვის რომ შეუძლებელი არაფერია. ადამიანები ის რომლებიც ახლა გვიყურებენ ჩვენი ემიგრანტები საქართველოს მიღმა, იმ ადამიანებს ალბათ ძალიან სწორია თუნდაც საქართველოში ყოფნა, თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონა და ჩვენ კომპანია მეტეპრიო ჯგუფმა დაუწყეთ ინიციატივა და პირველი ინიციატივა რომელსაც ალბათ თქვენ შემოგთავაზებთ და დარწმუნებული ვარ თქვენ შემოგვიერთებით და არა მარტო თქვენ ბევრი კომპანია რომ დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში და ჩვენ კომპანიაში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა ის ემიგრანტი ვინც ასულია რომელსაც შეუძლია თუნდაც მეტეპრიო ჯგუფში სამშენებლო მიმართულებაში ან გამოცდილება აქვს ან დიდი სურვილი აქვს კომპანიაში იმუშაოს ჩვენ მათ ვიწვევთ და ვდებთ ვაკანსიას დღეიდან რომ დაუბრუნდით საქართველოს ესეთი ლოზუნგით და ჩვენ გვინდა რომ ჩვენთან ერთად ყველა ის კომპანია ჩაერთოს ვისაც ამის სურვილი ექნება და გიერთდებათ პირდაპირ ძალიან მაგარი ნოლიდან დავიწყეთ ჩვენი საქმე მივახციე მე პირადად იმას რომ ნელ-ნელა ეტაპ ჩემს ოცნებებს ვისრულებ ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ხვდებით წარმატებულ ადამიანებს რომელმა ადამიანებმაც ნულიდან დაიწყეს თავიანთი საქმიანობა თავიანთი პროფესია და შესაბამისად ნელ-ნელა აღწევენ იმ წარმატებას ამ ქვეყანაში რომელიც ალბათ ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო ესე რომ мотиваცია გრძელდება და შემდეგ გადაცემაში ძალიან მალე შევხვდებით ახალ სტუმართან ერთად აბა დროებით